წლის იუბილეა, პიროვნება, რომელიც გახლავთ ომ გამოვლილი, მას გულის ომებიც ბევრი აქვს გადატანილი და სერიოზული ომებიც არის სრული პროფესორი, როცა შემოვა ეხლა აშიფ მიეგებეთ და აქ მოწვეული ანსამბლი შალვარი ლუიძის ხელმძღვანელობით იმღერებს და შეხვდება მრავალ ჟანრობით. ამ კაცის მხრებზე ძალიან ბევრი რამის გადაურია, ამას ჟიგარაში გვიქ. ეხლა ერთ-ერთ თქო ვინც იცნობს ბეჟიტაშის, რომ უკვე შემოვიდეს და ჩვენ აში გვიერთება. სპეციალურად არ მომიწვია ბევრი ხანი, იმიტომ რომ ადამიანი როცა მოდის, ის უნდა დაждდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება იარა შემოღემადებიან, მაგრამ ღონისძიება ნამდვილად 4 საათზე უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის დრო. მე სხვა არ ჩასმოდა, აი ასე. დიდი მადლობა ბატონ შალვას თავის ანსამბლს, თქვენ რომ არა საქართველოს ალბათ რა იქნებოდა. ფოლკლორი ნამდვილად საქართველოს გადაარჩეს. დღეს მიმართავ საზოგადოებას, აქ მოწვეული სტუმრები ცოტანი არიან, იცით რომ ჩვენი ღონისძიება უფრო მასშტაბიანი ხდება ხოლმე, მაგრამ აღვნიშნე რომ ეს განპირობებულია იმისთვის, რომ თვითონ დღევანდელი ღონისძიების ადრესას ასე სურდა, ასე შეკავებულია ბატონი გიორგი. მე ვიტყვი, რომ ბატონი გიორგი არის ძალიან ლამაზი, წარსულის გადასახედი აქვს, თუმცა ის არ არის დიდი ასაკის, 50 წელი, ვინც აქავართ მეტი წელი ალბათ ჩვენ მასზე გაცილებით დიდები ვართ და ჩვენი თავები ყოველთვის მაინც ყოველთვის ბავშვები გონია. აქედან გამომდინარე, მივესალმოთ 50 წლის იუბილეას ერთ-ერთ კიდევ არის სრული პროფესორი, აგერ მიწვია მისი წიგნები, რამოდენიმე წიგნის ავტორი და ალბათ უთვალავი სამეცნიერო კვლევის ავტორი. ეს კვლევები მე ქალბატონ ლუარასორდიას გადავეცი, რომელსაც ალბათ სიტყვას მიცემ და ორი სიტყვა შეაძლეს, იმიტომ რომ ქალბატონი ლუარასორდია გახლავთ ისეთი პროფესორი, მას ძალიან ენატრება აფხაზეთი, უყვარს და ის ეროვნული სულის ქალბატონია და ბატონო ნუგზარ მე მასში დამინახე ასეთი დიდი ყალობა. მას რომ დაუბრუნონ აფხაზეთი და უთხრან დაწერე ისეთ პიროვნებაზე რამე, ალბათ ვერ შეძლებს და არ შეძლებს. არის მართლაც გამორჩეული ქალბატონი ამ კუთხით. აქედან გამომდინარე, დაინტერესდა ქალბატონი ლუარასორდია, შეძლო გამონახა დრო, რომ მოსულიყო და ზედაპირულად მიფერებოდა დღევანდელი ღონისძიების ადრესაც ბატონ გიორგი ბეჟიტაშვილს. ბატონი გიორგი ბეჟიტაშვილის ძალიან დიდი კოლეგიალური მეგობრობაც მაკავშირებს. მე როდესაც თბილისში ერთ-ერთი კოლეჯის
თამამად ვიტყვი, რომ ალბათ რექტორი ვიყავი და სინამდვილეში პრორექტორი, მაგრამ მე რექტორობდი, იმიტომ რომ ხომასია ბატონო გიორგი, მე გავხსენი, მე შევხვდი ბავშვები და მე გავაკეთე ის ყველაფერი, გახდათ იმ კოლეჯში პროფესორი ავთი 1000 ჯერ და ვიტყვი ალბათ 2000 ჯერაც ის ლექციებს კითხულობდა. ბატონი გიორგი ბეჟიტაშვილი აქციის ჩემი შვილიშვილი მასაც ასწავლიდა. უფრო მეც ვიტყვი ბატონი გიორგის შვილი, ჩემი მოსწავლე იყო, ჩემი სტუდენტი იყო. ძალიან ბევრი ასეთი თბილი დამოკიდებულება გვაკავშირებს ჩვენ ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, როდესაც დაარსდა ჯონ ვერბეჟარის სახელობის აკადემია, მე თამამად და მან იცოდა ჩემი შეუპოვარი სულის ამბავი, დამთავრდა, რომ ჩვენს აკადემიაში სწავლული მდივანი ყოფილიყო და ერთი ტაში ამისთვინაც ერთი. ძალიან თავდაბარი და მე გამიგონია, ვიცი, პრაქტიკულადაც გამომიცდია, ყველა დიდი ადამიანი თავდაბარი უნდა იყოსო. როგორიც ეხლა აქ დღეს 1 და 10,000 ტაში ალბათ ძალიან დიდ პიროვნებას, როგორც არის ლუარა სორდია, ნოზარ ნადარაია და თქვენ სულ ყველანი 1 ტაში თქვენ თავებს. ძალიან ლამაზი წელია, 50 წელი გილოცავ ამ წელს ბატონო გიორგი. კიდევ ერთს ვიტყვი, რომ მე სხირტლაძეების შვილები და შვილიშვილები ვყავს და მას სხირტლაძის მეუღლე ყავს. ასე რომ ბევრი რამე ერთმანეთთან გვაქვს საზიანო. კარგი სიძე ვყავხარ და ამითაც მადლობას გითვლით. ეხლა სანამ რო სიღრმით შევცურდებოდით მის სულში და დავიწყებდით მის სულის ფორიაქს და მის სულს მივწდებოდით, რა თქმა უნდა, ლამაზად, ხო, ქალბატონ ლუარა სორდიას არაფერი არ იცი, ვიცი არ წაგიკითხე, ზედაპირულად ეს წელი მიულოცე, ეს დღე მიულოცე და მერე კონკურს ხო ვისწრებ სიმღერები და ასე მივედროთ ერთმანეთს. პროფესიონალი საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობს არამარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში, საზღვარგარეთ, ამის დასტური დოკუმენტი აგერ არის და იმდენად თავმდაბალია, რომ დღეს რამდენიდან ჩემთვის აღმოჩენა გიორგი ბეჟიტაშვილი, როგორც სწავლულმდივანს, რა თქმა უნდა, ვიცნობ, როგორც ჭეშმარიტ ქართველს, რაინდული სულის ადამიანს, მდიდარი ბიოგრაფიის მქონე პიროვნებას, მაგრამ ვერ მოგარკვევთ მის ნაწერებში მაინც ჩახედული არ ვარ, იმიტომ რომ თვითონ არის ისეთი, რომ არ ცდილობს, რომ ეს გამავრცელოს. მე მას ვილოცავ დღევანდელ დღეს, ვისურვებ წარმატებებს საქმეში, ოჯახში, ქვეყნის გამხილიანებას და გაბედნიერებას, რომლისადმი მას მრავალი წელი აქვს მიძღვნილი. ვუსურვებ წმინდა გიორგის შემართებას და გადავცემ წმინდა გიორგის ხატს. და ისე დაეწვიოს ყოველგვარი პრომოტება, ისე დაემარცხებინოს უკეთურება, როგორც წმინდა გიორგია
მე მიხარია და ძალიან ვამაყობ ჯგუფს ვარის ბიჭებით. ბიჭები, რომლებიც აღიწყდი ბატონო მუზარდან და ბატონო ლუარადან ყველას მოგმართავთ. მუშაობ ანთოლოგიაზე თუ გადაავლებ თვალი ბატონო მუზარ თქვენ იმ სიტყვებს, რასაც მე ვწერ. ანუ უკვე დაკაბადონებაზე მუშაობ. დამირეკა კახაბაციკაძემ და მთხოვა რომ საღამოს ატარებენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და მე უნდა მისულიყავი და დავსწრებულიყავი. უყოდ მანამ ვუთხარი, კი მეთქი. მაგრამ უკვე ჩემი ძმის წიგნიც იყო გამოსული, რომელიც ლუარას ორიამ დაწერა ბეჯანხარაიშვილის კვლევაზე, ლექსებზე და ორთავ წყალშუა ჩავარდი, მაგრამ უფალმა ინება მათ საღამოზე აღმოჩნდი. აღმოჩნდი და საოცრება ამ არის ქალბატონი ნაირა ნიჟარაძე, რომელიც ჩემ გვერდით იდგა და ერთად წავედით. მე არ ვიცი, არ მცნობია აქამდე სერგი ლომაძე და არც კახაბაციკაძე. მეგონენ ქრისტეს მოწაფეები. ვინ მეგონენ დღესაც არ ვიცი, რა არიან, დღესაც არ ვიცი, ანუ ვინ არიან დღესაც არ ვიცი. მე არ ვიცი, არიან კი ჩემ გვერდით. არიან ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ 40 დღის შემდეგ გამოცხადებული იმაში სამებაში ნახერის ბიჭები და იმის შემდეგ ჩემ სულს და გულს და აი ფიზიკურადაც ჩვენ ერთმანეთს არ შორდებით. სადაც არის სერგი და კახა, იქ ვარ მე და სადაც ვარ მე, იქ არიან ეს ჩემი შვილები. არ ვიცი, ხებას ნახაჯობია და მერე ბატონ მუზარსაც შევდახტები და არ ვიცი, რაღაც გრანდიოზული უნდა ჩავატარო, მაგრამ მანამ თქვენ ეს უნდა ნახოთ. ვინ და რას აკეთებენ კახა და სერგი. აქედან გამომდინარე, ახლა აი ამ ჩემთვის ისე ამოუცნობდი რონებას სერგი ლომაძეს თხოვს სიტყვას. მოგესალმებით მეგობრებო, ქალბატონ მაზუნაძე სწორად თქვა. ქალბატონ ჩვენი 5 საღამოდან და 5 კონცერტიდან 4 გენიალურია. და კარგია თუ იმ 4-ზე მოხვდებით და არა იმერცე. 4 ყოველთვის ამართლებს. ეხლა მინდა დღევანდელ საღამოზე ვილაპარაკო. საღამოს მნიშვნელობა განისაზღვრება ბევრი ფაქტორით. ეხლა რამოდენიმე ფაქტორს ჩამოვთვლით ამ საღამოსთან დაკავშირებით. პირველი საღამოს ეწრება საუკეთესო ფოლკლორული ჯგუფი, ნომერ 1 ფოლკლორული ჯგუფი საქართველოში. ეს არის შალვა ჯგუფი. ეს პრობლემა მეორე ფაქტორი საღამოს ეწრება ქართული ხელოვნების მეფე კახაბაციკაძე. ტაში. მესამე ფაქტორი საღამოს ესწრება ორი გენიალური პიროვნება. ქართული აკადემიზმის ყველაზე დიდი წარმომადგენლები ბატონი მუგზარი და ქალბატონი ბუნაზი, რომელიც არის ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმდენი ფაქტორი შემიძლია ჩამოთვალო, ცალკე მინდა გამოვყო აბსოლუტურად ცალკე მინდა ძალიან ბევრი ფაქტორი შემიძლია ჩამოთვალო, აბსოლუტურად ცალკე მინდა გამოვყო ქალბატონი ლუარას ორიას ფაქტორი. ამ ადამიანმა ქალბატონმა ლუარა იმდენად გაასწრო თანამედროვე ფილოლოგიას, ყოველგვარი გადაჭრების გარეშე, რომ გალაკტიომა როგორც გაასწრო და გრანელმა თავი დროზე ლიტერატურას, იმდენად გაასწრო თანამედროვე ქართულ ფილოლოგიას და საერთოდ უკონკურენტოა თავის სფეროში. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები. ამ შემიძლია ვთქვა. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად იმ ადამიანზე, რომელიც თავარი გმირი არის დღევანდელი საღამოსი. მე აი ეს წიგნი მაქვს თავიდან ბოლომდე წაკითხული. არ მოვიყვები სხვა წიგნებს არ ვიცნობ. აი ეს წიგნი მაქვს საკითხული თავიდან ბოლომდე. ესე იგი, ამ წიგნის გამოცემა ჩემი აზრით არის უდიდესი მოვლენა ქართულ სამხედრო სფეროში. და რა? აქ დაფიქსირებული ადამიანები, ეს არის ფაქტურად ცნობა. დაფიქსირებულია შით ადამიანები, ვინც თავი დადო, თავი შეწირა ფაქტურად საქმეს. ფანატიკოსი ქართველი ასე ვთქვათ წარმომადგენლები ამ სფეროში. სანამ ამ წიგნს არ წაიკითხავს კაცი, არ ეცოდინება თუ რამხელა ისტორია ქონია ჩვენს სამხედრო ხელოვნებას. ამდენი ათეულობით
ადამიანი არც კი ვიცოდი, მე ამ ხელასახელებით უყავდა. დაწყებული კოტე აფხაზიდან და მოდის ასე მთელი ეპოქაა გამოვლილი ფაქტიურად. არ ვიცი, რანაირად შეკრიბა ამ კაცმა ეს მასალები, სად იპოვა, რამდენი უნდა ეშრომა, რამდენი უნდა ეძება. საერთოდ 2-3 ასეთი წიგნი ჩემი აზრით გადაარჩენდა საერთოდ ქართულ სამხედრო ისტორიას. ეს ეხება რა თქმა უნდა მე-20 საუკუნის ისტორია. იმაზე წინ ვიცით ჩვენ დავით აღმაშენებლის და თორნიკე ერისთავის და ასეთი ხალხის გმირობები, გიორგი სარგაძის გმირობები საერთოდ ცნობილია ათეულობით საგნები იყო, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მე-20 საუკუნეში თუმე აღარ აქვს სამხედროები და აღარ არის სამხედრო კულტურა, აი ეს წიგნი წაიკითხოს ნებისმიერმა ქართველმა და დარწმუნდება მე-20 საუკუნეში რამხელა საქმეებს აკეთებდნენ ქართული სამხედრო პირები. არ ვიცი, მსგავსი შრომა, ეხლა მე კარგად არ ვიცნობ სამხედრო შრომებს და შეიძლება გამიჭირდეს თქვა, მაგრამ რაც მე წამიკითხე და მინახია მე-20 საუკუნის შესახებ, ასეთი ნაშრომი ძალიან იშვიათობაა. ეხლა რაშია საქმე, რაში არის საჭირო ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ დღევანდელი დაცემული ქართული სული როგორღაც ავაზრებთ. უნდა ჩავაგონოთ დღევანდელი სიტუაციას ეხლა არ გამიგოს ვინმე არანაირი ოპოზიციონერი მე არა ვარ და დღევანდელ მთავრობას არ ვეხები. 90-იანი წლებიდან მოდის ეს ამბავი. 90-იანი წლებიდან სამწუხაროდ რაც დაიხო ზვიად გამსახურდია, მას მერე ჩვენ არაფერი არ გვეშველა. არ ვიცი რატომ და როგორ ხდება, აზრი არა ვარ. და ეს 25 წელი რაც გჭირს, უნდა ჩავაგონოთ ამ ხალხს აი ასეთი წიგნებით. აი ასეთი წიგნებით რომ ხალხო არა ვარ ასეთ საშინელ დღეში, ცოტა აზზე მოვიდეთ, ცოტა წამოვიწვიოთ. დაუდგეთ ფერზე. ეს არის აი ასეთი წიგნებია საწინდარი ქართული სულის ამაღლებისა, განვითარებისა, ზიასვლისა და ქალბატონ გუნას ხარაიშვილის როგორც ყოველთვის არაფერი არ ეშინოდა. აი ატარებს ისეთ საღამოებს, რომლებიც ყოვლად და ყველაზე უფრო საჭიროა. აი დღეს მაგალითად ჩაატარა ბატონი გიორგი სარავა. რამოდენიმე დღეში ჩაატარებს მისი ძმის ხსოვნის საღამოს კაცი, რომელიც შეეწირა საქართველოს ერთიანობას და მთლიანობას და ზვიად გამსახურდიას გამო მოკლეს. სხვათა შორის უდიდესი ყოველი, ჩემი აზრით. მე ერთადერთს რამეს ვიტყვი, რომ ბატონ გიორგის ვთხოვ, რომ აი კიდევ და კიდევ მოგვაწოდოს აი ესეთი წიგნები. კიდევ და კიდევ არ გაჩერდეს. არ უნდა გაჩერდეს. აი ასეთი წიგნები, რაც უფრო მეც მივიღებთ ასეთ შრომებს. არა მარტო ჩვენ რა თქმა უნდა, მთელი საქართველო, ვით უფრო წინ წავალ და ვით უფრო აღზევდება ქართული სული. მიესალმეთ ამ დიდ კაცს. არ ვიცი, სერგი ლომაძე შინაარსობრივად ისე გავს ჩვენ ჟურნალსაც და ანთოლოგიასაც ნებისმიერ თემაზე ეხლა უწოდო ლიტერატორი, უწოდო მარტო პოეტი არა, სერგი ლომაძე ყველაფერია ის რაც იბეჭდება ჩვენ ჟურნალში. ანუ ყველანაირად და ყველა სფეროში განვითარებულ ახალგაზრდა სამეცნიერო რამდენად ყველაფერი მაქვს, მე სიყვარულიც ამაქვს, მე პულიც ამაქვს, მე ბინებიც ამაქვს, მე აკადემიაში გაშლილი ფარტობები ყველაფერი მაქვს, რომ მე მყავდან ეს ბიჭები. ნუ მართლაც ასეა, გულიდან ამოდის ჩემი გულიდან ეს სიტყვები. დიდი მადლობა რომ არსებობთ თქვენ, რომ თქვენ ჩვენ რო წავალთ, ცოტათი მაინც დაგანახსოვდებათ ეს ჩვენი ღვაწლი და ამას ვიმედოვნებ ნამდვილად, იმიტომ რომ ადამიანი როცა იბადება, როცა ოჯახს ქმნის, შვილების გაზდაც იმიტომ გვიხარია, მე ამას რო გავაკეთებ, იმიტომ გვიხარია რაღაცა კვალი დავტოვოთ, მე იმიტომ მიხარია აქ მუშაობა, რომ თქვენთან რაღაცა სიტყვის კვალს დავტოვებ და თქვენ ვიცი რომ ყოველთვის მოგეწონებთ და მოგიგონებთ ისე, როგორც ალბათ მისახვევთ. ახლა არაფერი არ შემიძლია თქვენ ერთმანეთს დაგაშოროთ და გადავიდე სიმღერაზე, ახაც ვთქვათ სიტყვას და ახაც შემდეგ აუცილებლად შალვა ენურიძის და დიდი მადლობა რომ მოგზავნათ ქალბატონი ნელი ქველაძე, რომელიც ისტორიკოსი გახლავთ და მას ნამდვილად აქვს 5 ექვსწუთიანი სიტყვა მომზადებული გიორგი ბეჟდაშვილის წიგნებიდან გამომდინარე. კარია, დღევანდელი საღამო დარდება. ამით ესე გამომდინარე საღამოა ჩვენ თავზე ნამდვილად საუბარს ეს ვიტყვი აგერ მეგობრებმა ახსენა რომ ხელოვნების მეფე და ასე შემდეგ. ერთი რამე არის, მე ადრეც მითქვამს,
მე უბრალოდ ვაკეთებ ჩემს საქმეს. თავს პროფესიონალ ხელოვნად ნამდვილად ვთვლი, იმიტომ რომ ამის გარდა საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ მთელი ცხოვრება. რაც მიცხოვრია, ყოველი წუთი, ყოველი წამი მხოლოდ ხელოვნება მიკეთებია, პოეზია, მუსიკა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამ საქმით ვცხოვრობ და ვცოცხლობ თავინაბოლოდი. არაფერს არ ვაკეთებ, სხვას არაფერს, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. და რაღაც გაგებით მართლაც შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმით ვარსებობ და ამიტომაც პროფესიონალ ხელოვნად ვთვლია. ეხლა რაც შეეხება ძალიან კარგი ერთი რამე. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ და წავიდა საუბარი იმაზე, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი, რომ ბატონი გიორგი არის პიროვნება, რომელმაც შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი ნაშრომი. ეს მართლაც ასია. ეს მართლაც ასია და რატომ არის ეს ძალიან კარგი მოვლენა? იმიტომ რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა, ერთი რამე არის სახეზე. ანუ რა არის სახეზე? ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ ვერავინ ვერ გადაათმევინებს ქართველ ხალხს და ქართულ სულს იმას, რომ უყვარდეს წიგნიერება და უყვარდეს განათლება. ვერ მიაჯაჭვეს საქართველოს ვერაფრით რაღაც პრაგმატის დახლებს და ასე შემდეგ. წიგნის და განათლების და საერთოდ ინტელექტის სიყვარული ბოლომდე რჩება ქართულ კაცში. ეწირება, კვდება მშიერი, იყინება, მაგრამ წიცხელიდან არ აღებს. აი ეს არის ქართული ადამიანი. ეს გადაარჩა ზუსტად ჩვენს ქვეყანას. დამეთანხმებით ალბათ. აი ადამიანი, რომელსაც მე და ესეც უნდა იყოს, არ არსებობს, რომ რუსთაველის ქვეყანაში წიგნზე და პოეზიაზე და განათლებაზე ადამიანმა გაცვალოს ეს რაღაც სხვა რაღაცაში. გამორიცხული ესეთი რაღაცა. ბატონ გიორგის რაც მე ვიცნობ, ჯერ ადამიანი გამოირჩევა და გიორგი თავისი შინაგანი კულტურით, აი რომ შეხვდება, გაგესაუბრება, დახვეწილია ჯერ როგორც პიროვნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. მე მართლა ძალიან წიგნიერი ადამიანია, მეც ერთად გავეცანი ამ წიგნს. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველა ეპოქას შეიძლება ჭირდებოდეს, შეიძლება კი არა ჭირდება. და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ესეთი ადამიანი არსებობს ამ ეპოქაშიც. ამ ეპოქაშიც. კიდევ ერთხელ ვიტყვი და აი ასეთ ინტელექტუალებზე უნდა იდგეს საქართველოს, იდგა ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. გილოცავ გიორგი დღევანდელ საღამოს გადავწყვიტა ვიდეოება, რომ ხალბატონი გუნდაზი არის ადამიანი, რომელსაც ჯუმბერ ლეჟავას სიცოცხლეშივე დააარსა მისი სახელობის აკადემია. აი ეს არის ადამიანის პატივისცემა. მის სიცოცხლეშივე გააკეთა ეს. ეხლა სწორია, როდესაც ამ ადამიანს აფასებს და მიუგებს თავის მისაგებს. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მიესალმებით. დიდი მადლობა. შვირებო, ძალიან დიდი მადლობა. სანამ ხალბატონ ნელისთან გადავიდოდე, არ ვიცი რატო არ მოხდა ეს ლექსი ჩემს ბიოგრაფიაში, ანუ ჩემს წიგნში არ ვიცი, ერთ-ერთ საღამოზე ვესწრებოდი ბატონ გიორგის და მე მიმიძღვნია მისთვის ლექსი და ეხლა მომიტანა. თან იცით ეხლა ჩემი ჰობი აკროსტიფია და მე ხალხის თვალში ეს ძალიან რაღაცა ძიმედ ჩანს და ჩემი მეტი ლექსები არის ასე, მაგრამ მთლიანად გავაერთიანე. ანუ ახლა დღეს ასეთი ლექსი მომივიდა. გიორგი ბეჟიკაშვილს მომიძღვნია. მე ვიცი რომ ბატონ გიორგის ომში ხო? დაკარგული აფხაზეთში ომში მოუკლეს ძმა, ორი ძმანი გაიზარდა. მე აქ მიდოდა მარინა ტორფიდაშვილის მომეყვანა და იანანა ემპერატ ცოცხალი ყავს დედა და ანუ იმღერებს ძალიან მინდა რომ ეს სიმღერა შეუსრულოთ ხალბატონის საპატივსაცემად, რომ ასეთი კარგი ბიჭები გაგვიზარდა, როგორიც იყო მისი ძმა და აფხაზეთის ომში შეწირულია. ბატონი გიორგი ხედავ ანგელოზივით პიროვნება და ნატყვიარია, აფხაზეთელია. იქ კი არ ცხოვრობდა, ომობდა იქ და აქ არის მისი მეგობარი, რომელსაც მივიცოთ მე სიტყვას და იტყვით. თურმე აქ რაღაცა პატარა ისტორიულად ეს აღმიწერია და აბა წავიკითხავ. თუ მოგეწონებათ გიორგის რომ მოწონს, ალბათ მოსწონდა და შეინახავ. გავაწლები და სამი წერტილო იქ ბევრი რამე ვიგულისხმე. გავაწლები და წარსულს გახედავ, იტყვი რომ უქმად არ გაგიმრია.
ომ გადახილებს უნდა მიხედვა, რაც კი შემოგჩა, მათი წვლილია, გარდასულ დროის შენც არ შეგწება. იარე კვლავ წინ კაცურ ნაბიჯით, ბევრი სიმწარე, შენს თვალწინ წხვება, ებრძვი კარიშხლებს ჩვეულ სიდინჯით, ჟანთა საწუთროს ძლიერ განიცდი. იცი რა არის ღვიძლმის სიმწარე, ტირი და იმეც მაინც დავწვდი, ამ დროს სიკეთე მაინც იწამე. შენში სიტყვა მზეთა სხივებით, ვარვარებს შენი გულის ღუმელი, იჩიტებიან იაიები, ლურჯნას ყვავილებს აზდით სურნელი, საქართველოსთვის სიცოცხლეს დათმობ, წინ დაუდგები მტერს ასე გიცან, შენი სიკეთით მეგობრებს ართმობ, შენ არ მოგდები, ძმის სული გიცავს. ნელის თხოვდე, მე ვიცი ისტორიკოსის შეხედულებები, მე არ შემიძლია რომ ბატონ ნუგზარს არ შევეთვლიანო ახლა. ქალბატონო ნელი ერთი წამით, ბატონო ნუგზარ გთხოვთ, თბილი სიტყვით მიესალმეთ ჩვენი იუბილას და თქვენი სიტყვა ყოველთვის გექნება ჩვენს აკადემიაში, იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ ამას, ნამდვილად იმსახურებთ. მე ერთ დროს ბერმუხაც ვიწოდე, ნამდვილად შეხედავ პიროვნებას და პიროვნულადაც იმსახურებს ამ სიტყვებს და მე ნამდვილად ნუგზარ ნადარაიაში არის ადამიანის სული, რომელ ადამიანშიც არის ძალიან ეროვნულობას და ხედავს, იცით, თუ აკეთებ, თუ რაღაცას ქმნი, არის დამნახავი და ამ დროს არის ყოველთვის თავდაბარი. მე მიხარია რომ არ არსებობს დაუძახოთ ქალბატონო ლუარა და ნუგზარ ნადარაია, ჩვეულებრივი პიროვნება სავეთ ესე, ამ დროს ვიცით ვინ იყო და ვინ არის დღეს და არ არსებობს რომ დაიგვიანოს, ან არ არსებობს რომ არ მოგისმინოთ. აი ასეთი პიროვნება გახდა თქვენს წინაშე, ეს არის ქაზისის საერო აკადემიის პრეზიდენტი, ძალიან დიდი პიროვნება თავისი საქმეებითაც და გთხოვთ ერთი ტაშით მიესალმეთ და ჩამოისვენი არ დაიალო. მე გულახდილად ვახსენებთ, რომ ძალიან კარგი გავაკეთე და მადლობელი ვარ ამ პატიჟებისთვის, რომ მივიღე პატიჟება და მესწრები ამ დიდებულ დღესასწაულს. სიჩუმე ეს ღალატის ტოლფასი. მე არ მომბობ ჩვენ ისე ვიხმაუროთ, რომ სამოქალაქო ომამდე მივიდეთ, მაგრამ საქმე ძალიან მძიმედ არის და საქმე ძალიან შეჭირვებულად არის. ეკონომიკას წამოწევდი პირველ პლანზე, სულიერებას, ზნეობას, უბრალოდ ქართველობას. საერთოდ ხანდახან მეჩვენება და თუ ვცდები გამისწორებთ აგერ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ მგონია, ხოცა ესე იგი პარალელურ საქართველოს მაგვარ რაღაც ქვეყანაში, სადაც საქართველო კი ვცდები კიდევ მადლობის ნიშნად კიდევ გეტყვით ვჩერს საქმელს მადლობას. გამომზამდნენ დიდებული პოეტები და მე ძალიან აღმავთვალა მათმა პატრიოტიზმმა, შიშარმა, პირდაპირმა. მე ავაგდებ ამ თემას, ბატონი გულაზი, ბატონი გიორგი, ბატონი სერგი, ბატონი კახა და ვინც გამომზადდება ყველანი ჩვენი სამშობლოს ერთგული შვილები ვართ. ჩვენ ცოდვილიერი ვართ, ქალბატონო ბატონო. ჩვენ ზვიად გამსახურდიას მოუღეთ ბოლო, ასე ქვია ქართულად. არ მოყალით ბოლო მოუღეთ. ჩვენ ქართველებმა და განსაკუთრებით იმ, ასე ვთქვათ, საკითხავმა ინტელიგენციამ წყალებში. საკითხავმა რატო? ვის ხარეზე არიან და რას ემსახურებიან საერთოდ ეს ხალხი. ემსახურებიან, მე გეტყვით, პირდაპირ თავიანთ თავს და თავიანთ სავარცხელს.
არ დაიჯეროთ მათი პატრიოტიზმი და მათი თქვენ თავდადება საქართველოსა და მაშინ სად არიან? რატო არიან მიჩუმათებული და რატო არიან კურდღლებებით თქვენ სოროში და მაშინ ბუჩქებში? დღეს არ არის ხმამოსაღები საქართველოს ხელიდან გვეცლება. მე ცუდად მენიშნა ეს აგერ ლაპარაკობ მთელი პასუხობით რომ ხალხობრივი მაყალა გონაშვილი მოსკოვში მიდის. მე პატარა ესეთი ეჭვენი არა მაგრამ რაღაცა წინაგრძნობის კაცია. თუ ეს იქნა ის წასვლა რომ დიდი შოთა რუსთაველის 850 წელი მოსკოვში და ჩატარდეს ეს იქნება იმ ალალი თავისი სიცოცხლით თავისი ერთგულებით თავისი სისხლით შეწუნული ჩვენი ღვიძლის და შვილების და ძმების და მამების აი შეურაცხყოფა. მოსკოვს ჯერ აქვს პუტინის მეთაურობა მოსახდელი ბოდიში. ამ ბოდიში თუ მიიღებს ქართველი ეს საკითხია საერთოდ. და ყველა დაანებობს თავი შინას და გარეთაც კარგი ბიჭობის თამაშს. მე ვამბობ თელ პასუხობრივ და პასუხს ვაგებ სადაც გნება, ვისთანაც გნება ტელევიზიით, გაზეთით და ნებისმიერ დონეზე ჩემს სიტყვებზე. მოიხადოს ბოდიში პუტინმა რაც საქართველოს დამარხა. და მისმანაირება კიდევ. ამ ეს ამერიკა რა გახდა კაცო, ამდენი აღშფოთება და ამდენი ესე იგი აღშფოთება და ასეთი აფორიაქება. მოდი და მოითავე აფორიაქება და ან მოგხედე ან დაგვალებთ არის. რას გვაღიზიანებ, რას გვაბნევ. ანა ევროპა. ჩვენ არა ვართ არამისი დასაყვალიანებელი და არაფერი აღჭირს ვინმეს შვილსასწავლებელი პირიქით. და არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ როდესაც ჩვენ ოქროს ყავსანს უქმნიდით და ოქროს ყავსანს შეგვირა სწავლობდით, ზოგიერთები დღეში აბიან ქვის ხანასავით დავდიალობდნენ იმას, ესე ქვია ქართულად, სიტყვა დავდიალობდნენ. მიხვდებით. ხოდა სოფლიო საეკლესიო ჩამონათვალში რატომ დაიყოს საქართველოს ნასესხები აბიან სკრიფში რიგითობით სადღაც 10 ათეულის შემდეგ, როდესაც რუსეთში მე-10 საუკუნეში აღორძინდა მართლმადიდებლობა და საქართველოში თუ სიმართლეა თუ არ პირველ საუკუნეში ანდრია პირველი დასშევრო. როგორ შეიძლება მე-10 საუკუნეში აღორძინებული ქრისტიანობა იყოს ჩვენზე წინ და ჩვენი ადგილი ეკავოს სოფლიო ჩამონათვალში როგორც ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყნები და ასე შემდგომ ახლა მე თავს არ შეგაწყებ ლაპარაკი ამოვიღოთ ხმა. არა კამერა არ ავიღოთ ხმა რომ დავერევით ერთმანეთს. მე არ მინდა დავასახელო ჩვენი ისტორიული საფიცარი წინაპრები, მაგრამ შენი სიმართლე შენ საქართველოს უნდა უშველო და ქართული სისხლი უნდა დაზოგო თორე შენი სიმართლით მე მართალი ვარ და ნახევარ საქართველოს გაწყვიტო ასეთი არც ერის კაცები და ასეთი არც სიმართლე და თუ გნება გოლახტა და გაწყვიტა და თქვენ მიხვდეთ ვიზია ლაპარაკები არ დავასახე. მე თავს მოგახსენებთ. მე იმედიანად აღვიქვი ამ დიდებული პოეტების პოზიცია და გადმოვილება რომ მათ სულში სწორედ ისეთი გულანთებული და მართალი ალალი ხალასი პატრიოტული სული ბინადრობს რომ საქართველოს გადარჩება, საქართველოს არ წაიშლება მიწის გულმანსი გაგაფრა ისე გადაჩული მართალ სიტყვას უცხო დაზაბუნებია რა ვარ დასაცაბარი ვისი რა ვალიბა ხალხო ყველა ჩვენ ვარია გაკეთ რა შეიძლება ბატონ გიორგის მე ბატონ გიორგი დღეს ორშაბათი დღეა და ვერ გაიგე მანქანაში როდის ისვენებს ვინმე და როდის მუშაობს დიდებულ სახელმწიფოში რომელსაც მე მეგობრო ვაშურე და მიდოდა მომეწია საჩუქარი. დღეს ორშაბათს საჩუქარი თქო დღეს ორშაბათს ისვენებს აწერია. არა და სულ კვირას ისვენებდა. ანუ ნუ მოვიდასია. ნოვოგებელ მაგას ხო. ეგ რა დებასა. ამდენ მე ბოდიში გიხდით რომ ყოველი და ხელსერელი მოვიდა რომ საჩუქარი მოდის. და გეტყვით შინას და სკოლის საბადრო ბაზარში თელს კედელზე ეს ეკრანი რო არის ამაზე უფრო მთლიან კედელზე არის პატრიარქის რეზიდენციაში იქსოვის სკოლის ეზოში დიდებული ხატი მაცხოვარი რებერთელა ოსლობი აქეთ სვეტის ხოველი და შესასვლელში უფლის ხვართი
ხელმარჯვნივ ლოცველის, უნიკალური შემთხვევა არის ლოცველი ილია მეორე აღმაშენებელი ჩვენი პატრიარქი. ამ ხატს მე თქვენ ამის ასთ მოგართვით კაბოლის გუნდაზის დახმარება. ძალიან დიდი მადლობა გაკეთებთ. კაბოლის გუნდაზის დამზადეთ. კაბოლის გუნდაზის მათერე პრეზიდენტს მანიშნებს რომ კანდიდატა სიმპოლო, მაგრამ მე ვიცი რომ ის რა თქმა უნდა რატომ დავხვა. არა, თქვენი ტაშის სტუდიის დავდექით ესე და ვეღარ დავდექით მე. ეს იგი კაბოლის არის განათლების დარგის უნიჭიესი ორგანიზაცია. თუმცა ეს ასე თქვა შეստოით რომ გარისვორეთ. ესეთი მეორე ყველა ნიჭიერი ახალგაზრდის დედა-დედოფილი მათი შემოქმედების პროპაგანდა მოხდებაში. მე ძალიან დიდებული კოლეგა ჩვენს ეროვნულ ერთიან საქმეში. და მე თავისუფლებას მივცემ და ბატონ გიორგის დამეთანხმება ერთ კუპლეტიანი ლექს ვიტყვი ქალბატონი გურმანის საპატიციო და ამ დიდებული აუდიტორიის საპატიციო და რა თქმა უნდა ბატონი იუბილეის ბატონი გიორგის საპატიციო. მუმლივით ზუის და ცელკობს ცხოვრების ფიქრი თვალი მევსება სიკეთის მადლით. აუ რამდენი ეცემა გზაში, რამდენი რჩება აკენჭივით ზღვაში, რამდენს იმედის ჯერა გაცურა და ძეგლი იმას ცხოვრების მოგების სხვა გადასწორა. ძეგლი კაბადო გულნაზის ლაბარაკია შემოქმედების აგერების ნიშნად ძეგლი ბატონ გახალ ბატონ სერგის და ჯილოთ ვერკაკაც. რას თავია ჩემზე გასახრად ეს დიდებული შემოქმედი ადამიანები კარგი ხანია თავი მოაყენით რომ პონტოს ზღვა გადასცურეს და ეხლა ფესტალობი და ჩვენ ხარდაჭერით რადგან ძალა ერთობაშია უტევენ ოკეანეს ამი. ხელოვნების სკოლა არის აქ მოსული, იმასთან არსებული ხალხური ანსამბლი, დირექტორი ნადია კაცარავა, პედაგოგი საბა ფეიქლიშვილი. გიორგის
მოთხრობ დიაგნანა შევასწავლოთ. ბავშვებს აუხარით. ბავშვებს აუხარით. მოგიგნოთ საქართველოს თქვენ ქართული კაბადა. აღავე არ მოგეცეთ მეთქი. ასეთ ნიჭიერ ბავშვებს. ძალიან კარგი. შეუკეროთ ბატონო. უნდა გადავიდეთ შეუკეროთ. დიონის რა უნდა ორი კაპიკების ბოთლები ჩავაბარო და შეუკეროთ. ძალიან ძლიერი. კანტონ ნელი ქველაძის მიკოსი, რომელსაც მართლაც სერიოზულად ვთხოვე, რომ ისტორიულად ჩაწვდომოდა გიორგი ბეჟიდაშვილის ნაღვაწს. რა თქმა უნდა, სიმღერები კარგია, ნიქერება კარგია, იმიტომ რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან 50 წლის დღეს გახდა. აქედან გამომდინარე, მაინც ვინ არის გიორგი ბეჟიდაშვილი? სამხატვრო ისტორიკოსი. დიდი მადლობა. წიგნი მარადიული ხსოვნისა და სიცოცხლისა. მივესალმები ამრჩეულდა პატრიოტულ საზოგადოებას, ჩვენს ძვირფას იუბილეას, ბატონ გიორგი ბეჟიდაშვილს და მოკლე ექსკურს გავაკეთებ მისი თანაავტორის ბატონი მამუკა გოგიტიძის ერთობლივი შესანიშნავი ისტორიული წიგნის შესახებ. ბატონ გიორგი ამდენებულმა წიგნმა გამარცხა თქვენი თავი და ძალიან მოხარული ვარ და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ წიგნს და განმოვიხსენებთ ახლა ამ შთაბეჭდილებას. უსამართლოა გამოვიდა ქართველი ხალხი ისტორიის ასპარეზზე და დღემდე მან კულტურული ცხოვრების დიდი გზა განვლო და შექმნა მრავალსაუკუნოვანი მდიდარი ისტორია. ისტორია ქართეხილიანი და არსებობისათვის მილული ბრძოლებით აღსავსე. საბედნიეროდ ქართული ფენომენი, ეს ყველამ ვიცით რომ
ვერ ურიგდება თავისუფლების დაკარგვას და ყოველთვის თავისუფლებისაკენ მიისწრაფება და დღემდე ვერც ერთმა მტერმა ვერ შეძლო მისი დაჩოქება და მისი გატეხვა. ყოველი ძნელბედობისა და ჟამიანობის დროს უფალი არ გტოვებდა და მოგვივლენდა ხოლმე სამშობლო მიწის მამაც მებრძოლებს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე უშუალოდ მიჰქონდათ მამულის სამსახურზე. საქართველოს ისტორია აღსავსეა ამ ბიბლიათა საამაყო და საფიცარი სახელები, რომლებიც ხმლითა თუ ყალბით სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდნენ ჩვენს სამშობლოს. ყოველ ეპოქაში ყავდა მემატიანე ისტორიკოსები, რომლებიც გულმოდგინედ აღწერდნენ ხოლმე ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას და მის დამცველ მხედართა საბრძოლო ეპიზოდებს, რათა მომავალი თაობებისათვის დაეტოვებინათ ცხოვრებაში გამოსაყენებლად და მათი სახელების უკრავ საყოფად. ასეთი პატრიოტები ყოველთვის ყავდა და საბედნიეროდ ახალწლად თქვენს სახელს ბატონო გიორგი და საბედნიეროდ ახლა ამის წინვალე მაგალითია ეს დიდებული წიგნიც გამოჩენილი სამხედრო ისტორიკოსების ბატონი მამუკა გოგიტიძისა და ბატონი გიორგი ბეჟიტაშვილისა სამხედრო ფიცის ერთგული, რომელიც სიმბოლურად კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველაზე წმინდა წმინდა სამშობლო და მის მირდამცველთა საბრძოლო ისტორია განუყოფელია. წიგნის ყოველმა წამკითხველმა, მის კი წაიკითხავს ამ შესანიშნავ წიგნს, შეუძლებელია არ იგრძნოს უდიდესი აღწევანება და მხურვალესი სიყვარულითა და უღრმესი პატივისცემით არ განიმსჭვალოს წიგნში შესანიშნავად აღწერილი 104 პერსონალის უმაღლესი რანგის ჯარისკაცთა ქართველ გენერალთა მამაცობითა და სამხედრო ხელოვნებით. და რასაკვირველია, მათ აღმწერელთა სამხედრო ისტორიკოსთა მაღალი პროფესიონალიზმი. ასეთივე გრძნობები აღმეძრა მეც როგორც რიგით მკითხველს. ბატონო გიორგი, გავბედავდა თქვენ მე თავისუფლად შეგადარებთ ჩვენი დიდი საგანძურის ქართლის ცხოვრების მემატიანე ისტორიკოსებს. ლეონტი მროველს, ივანე საბანიცეს, გრიგოლ ხანს და ერთი ტაში ამ ხელას დამეწერა პოეტურად შეიძლება ბევრი რამე მეთქვა, მაგრამ ეს მართლაც ისტორიკოსია და მართლა დიდი მადლობა ესეთი შედარებით. ივანეს გორგასალის ცხოვრების აღწერას ჩვენი უპირველესი და უდიდესი ხელმწიფის და ფედერალ მთავრის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსებს, ჟანთა აღწერას გიორგი მწყილმანის ზეობის აღწერას დიდი ქართველი ფედერალ მთავრის და მამრიშვილის გიორგი სააკაძის ისტორიკოსებს. გამარჯვება. დიდი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ჩვენ საქმე გვაქვს უდიდეს პათოსთან და მზნებარე პატრიოტიზმთან. განსხვავება მხოლოდ ეპოქაშია. თანამედროვეობის უბადლო სამხედრო ემატიანე ისტორიკოსები ბრძანდებით თქვენ ბატონო გიორგი და ბატონო მამუკა თქვენ თანაავტორი. ნამდვილად განსაცვიფრებელია თქვენი დაუოკებელი სწრაფვა ახალი მასალების ძიებისაკენ, რაშიც ახალ დიდ უნარს ამჟღავნებთ. წიგნში წარმოდგენილი მასალა საკმაოდ ვრცელია და მეტად საინტერესო. გულგრილის არავის არ დატოვებს. რა თქმა უნდა, იოლი არ იქნებოდა ამდენი დოკუმენტური მასალის ხშირ შემთხვევაში უცნობი მასალების მოძიებას არქივებში ხანგრძლივი მუშაობა, შეხვედრები მირთაშ გამომავლობასთან, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შესწავლა და მთელი მასალის წიგნად მერე ჩამოყალიბება. ქრონოლოგიური თანამდებობებით დალაგება. წინა მდებარე ნაშრომში განხილულია 1918-1921 წლების ქართული არმიის გენერლების 26 პერსონალია. ამავე პერიოდში ქართული ჯარში მომსახურე რუსეთის დროებითი მთავრობის და კავკასიის ფრონტის ქართველი გენერლების 32 პერსონალია. ქართულ ჯარში მომსახურე ყოფილი საბჭოთა არმიის ქართველი გენერლების 11 პერსონალია. 1972 წელს ქართული ჯარის პირველი ქართველი გენერლების 53 პერსონალი მას იმიტომ ვიკითხავ, მეგობრებო, რომ ეს ახლა კოლოსალური შრომა ჩადებული ამის გამომაყალიბება. ქვეყნების არმიებში
წიგნებში მომსახურე ქართველი ეროვნების გენერლების ბიოგრაფიები 23 პერსონალია, სულ 104 პერსონალია აღწერილი მართლაც ამ დიდებულ წიგნში. განსაკუთრებულ მოწონებას რამაც ძალიან ამაღლება და ეხლა სვალებიდან არ მომდის იქ ფოტოსურათები, რომელიც ამ წიგნში არის დაბეჭდილი ჩვენი სხვადასხვის გამოტონა ნელი სანამ მოვიდოდი ისე ლამაზად აღნიშნა სერგიმ და გამეკარდა. ნუ სერგი მგონია პოეტი კი ლიტერატორი, მაგრამ ისე სიღრმით თავიდან ბოლომდე წავკითხია და არანაირ სადებს სერგის სიტყვებს ეხლა თქვენ და როგორ მითხარია რომ ეს არ არის მშრალი ნიფერებითი საღამო, ეს არის მართლა სიღრმისეული საღამო დამე მოწმები, ხო? განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს წიგნში წარმოდგენილი მდიდარი არქეოგრაფიული მასალა ფოტოსურათების სახით, საიდანაც განმოგვცხელია გენერლის მშვენიერ სამოსში შემოსილი კოტე აფხაზის, ასლან აბაშიძის, სტეფანე ახმეტელის, ლავრენტი ბალუაშვილის, ზაქარია ბაქრაძის, იოსებ ბედევანიშვილის, კონსტანტინე გელოვანის, გიორგი ერისთავის, გიორგი კვინიტაძის, გიორგი მაზნიაშვილის, აბელ მაყაშვილის და ბევრი სხვათა ულამაზესი იერსახის მქონე გენერლები. ყველას ვერ ჩამოვწვით, რა თქმა უნდა. ამ ჩვენ სახელოვან მამულიშვილებს კითხველი წიგნში უნდა გაეცნოს და მათით უნდა იამაღოს. რაც შეეხება ამ დიდებული წიგნის ჟანრს, მე მას ისტორიულ დოკუმენტურ პროზას მივაკუთვნებდი. სწორედ ამ ჟანრში მოსიდე მე პირველად კალამი და დავწერე წიგნი თაყინულეთის არქივები, რომლის მთავარ რედაქტორი თქვენი მეგობარი გახდა ბატონი რედაქტორი, თქვენი კოლეგა სამხედრო ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელბერი კუპატაძე ძალდებოდა. ჩემი ხელმძღვანელი იყო. რადიული იყოს მისთვის. დასკვნა დაწერა და დაიგო. შორეული პიროვნება იყო და აგურმა მითვინა რომ ასეც დაადგილება. ინვალიდური პიროვნება. რესპუბლიკის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე. ამიტომაც ვიცი, იგი გენერალური შტაბის წევრი იყო და გენერლის წოდებაც ჰქონდა. და მე იმედი მაქვს, ახლა თქვენ ხომ მუშაობთ 92 წელს მეორე რესპუბლიკის ბიოგრაფიაზე და იმედი მაქვს, რომ ღირსეულად დაიკავებს ეს ღირსეული პიროვნება ამ გალერეაში და დიდი მადლობა ამისათვის წინასწარ. და სწორედ ბატონი ელბერის დამსახურება მას უნდა უმადლოდე, რომ აღნიშნული წიგნი ჩემს ლექსზე დაწერილი და ჩემზე დაწერილი სიმღერა კომპოზიტორი ბორიშიანი სვანეთოს შემოსვანეთო, რომელსაც ჩვენი სასიქართლო მომღერალზე თემურ ტიკლაური ასრულებს, სვანეთის ჰიმნად იქცა და მადლიანმა ცნობილმა სვანმა თასმრელებმა ბატონ ჯუგერ კახიანის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ უსწრაფ წვევას ჩემი სახელი უწოდეს. აი ეს ხალბატონია ამის სახელი უწოდეს. სვანეთის ლეგენდები ახლა მუსიკა იწერება, ნოდარ მამისაშვილი წერს და ალბათ აკრატიჟებდნენ, რომ ოპერაში უნდა ელენს. აგრეთვე ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც წიგნში მიხილია ფოტოსურათი წარწერით სამხედრო ისტორიკოსები, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რესპუბლიკის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ელბერ კუპატაძე და თქვენი თანაავტორი წიგნის ბატონ გიორგი სამხედრო იოსთან აპატიეს დაგეცხოვება მამაცობია ხო ამერი ერთმანეთში ხო და და ესე იგი აკადემიური დოქტორი პოლკოვნიკი მამუკარგობით იუნკერთა მემორიალთან ოჯრის იუნკერთა სასაფლაოზე ეს არის 2009 წლის 25 თებერვალი. რომ იმდენად საინტერესო იკითხება წიგნი, რომ გიდა ხელახლა მიუბრუნდე მას, რომ არ გამოგრჩეს რაიმე, რომ სისავსით და სრულყოფილების გასა რომ არ დაირღვეს. როგორც ამ წიგნის მთავარი რედაქტორი ბატონი პოლკოვნიკი საქართველოს სამხედრო ატაშე თურქეთის
რესპუბლიკაში ბატონი მამუკა სამხარაძე აღნიშნა წიგნის ავტორები განაგრძობენ მუშაობას მეორე რესპუბლიკის გენერალიტეტის 1992 წლიდან დღემდე 193 პერსონალი დიდი სამუშაო გელოდებათ ბატონო გიორგი საბრძოლო საქმეთა გამოგზაურებისათვის და ბატონი მამუკა სამართლიანად და სიამაყით აცხადებს მადლობა ღმერთს საქართველოს და ქართულ ხალხს გმირები და მხედართმთავრები სხვაგან სადღეგნი არ აყვავს თავარია ჩვენ ვიყოთ მათი ღირსეული მემკვიდრეები ბატონების გიორგი ბეჟიტაშვილისა და მამუკა გობიტიძის სახით ქართულ გმირებს მართლაც რომ ღირსეული დაფასებული ძალების მართლაც ბატონო გიორგი მათომ ახალი სიცოცხლე მიანიჭეს თავიანთი უბადლო წიგნის გმირებს წიგნისა რომლის მთელი ხიბლი არის ის რომ ყველა ეპიზოდში აბზაცში სიტყვაში იგრძნობა ავტორთა აქტუალება მოწონება სიყვარული ანუ მართალი დამოკიდებულება წიგნის სახელოვან და საამაყო გმირთა მიმართ ბატონო გიორგი ეს ამ წიგნში თქვენ გააცოცხლეთ ეს გმირები და ასევე თქვენ ახალი სიცოცხლე მიანიჭეთ თქვენ საყვარელ ძმას თქვენი ძვირფას ძმას ნოდარ ბეჟიტაშვილს რომელიც სამწუხაროდ დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ეს იყო 1993 წლის 2 ივლისი ალამბრასთან. მარადიულია მისი ხსოვნა, ბატონო გიორგი და მარადიული არის ყველა ამ წიგნში წარმოდგენილი გმირების სიცოცხლე და ხსოვნა. არა ისე საინტერესო მართლა დარწმუნებული რომ ვეცინი ყველანაირ წაკითხულს მართლა დარწმუნებული რომ ყოველი წამკითხველი დიდ სიამოვნებას მიიღებს და აუცილებლად აღეძვრება სურვილი მაგრამ ასეთი სურვილი აღმეძრაობა აღეძვრება სურვილი რათა გაეცნონ ამ წიგნის ავტორთა ამ შესანიშნავ ადამიანთა სხვა შემოქმედებით ნიმუშებსაც ულთადად გულოცა მათ ამ უზარმაზარ წარმატებას ვილოცავ ბატონო გიორგი თქვენს იმობილეთ ტელესული და გული ისურვებთ ხალხის შემოქმედებით სიცოცხლეს თაიო რასაც ქვია აი ნამდვილი წვა არის ეს დარწმუნებული ვარ რომ ისინი ყველა ახალ-ახალი შედევრებით გაგვახარებენ ახლა ეს გმირები და ბატონო გიორგი თქვენ ემსახურებით სამშობლო თქვენ მამულს პატარა მოკლედეცი მაქვს ამაზე შეიძლება ვიცით მამულს გავუძლებთ ყოველ ჟამსა და აღდარს მუხს არ მოვიყრით ამის წინაშე ოღონდაც ღმერთმა მოგვიშალოს შენი მადლი და შენი ზედაშე შენზე ვლოცულობ ცისმარზე დილა წინ მიგვიწყვება ვაზი საჯვარი ღმერთო უკურთხე მარჯვენა ყოლას ვის არასვენებს მამულზე ჯავრი გამოგვილია ჟამით ყეობის გულის სიღრმემდე დაშანთულია ქარმა დახროლა თავისუფლების ვინც არ მოყვება ღვთისგან ბრუნია წინ თამარისკენ წინ დავითისკენ რუსtveli იწყებს ახალ პოემას ხოტბა შეასხამს ახალ რაინდებს და გაგვიმტკიცებს სულის მხნეობას მას გავეშუროთ წმინდა ტაძრისკენ და საზრდოდ გვახდეს უსათხოვება მაღლა არწიოთ დროშები მზისკენ და აღვიდგინოთ ძველი ერთხობა დარბაზ მიმართა არის ახლა ხუთლეში მომზადებული ორგანიზება ესა? აი ესა ბატონ ესე იგი, სანამ სიმღერას დაიწყებ, ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, შეიძლება ყველამ არ იცოდეთ. გიორგის ერთ-ერთი ნაშრომისათვის ედელვაისის აღსასრული ასეთი ნაშრომი აქვს ერთ-ერთი მიუღია პარლამენტის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელის ინიციატივით ნანა ჯაფარიძე არის ასეთი შესანიშნავი პრემია დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ ლიტერატურული პრემია და მივესალმეთ ამას ამაზე დიდი სახელი საქართველოში სამხედრო დარგში როგორც დავით აღმაშენებელი იყო არ იყო მე მგონი დამეთანხმებით და მართლაც შესანიშნავი პრემია აი ეს პრობლემაა არა მაინც დარბაზ მინდა მიმართო გაქვს ეს სამდრეში მომზადებული ღონისძიება ნამდვილად იუბილარი დაგეხმარა ნიჭი თავისი ნიჭი მასალა ხოდა კარგი ბაზარში შეხვდა კარგი მას რო იყედი აი ეს იუბილარი და იქნება სუნდარი.
სამხედრო საჰაერო ძალების პოლკოვნიკს გიორგი ნაირაშვილი, რომელსაც მინდა რატომ დაშინდე ეს ხალხი, რომლებიც არიან, მაგრამ არ ვიცით. მადლობა გიორგის საღამოს, გიორგი ბეჟიტაშვილს, რომ დღეს ჩვენ ამ ხელა პიროვნებას ხვდებით, რომელსაც თავდახრილად უნდა ვესალმებოდეთ და მოწიწებით უნდა ვეყურებოდეთ. ხო? დღეს სკოლისა დიდი მადლობა გიორგის საღამოსთვის, რომ ბატონმა გიორგი დამპატიჟა მის შესანიშნავ ღონისძიებაზე. წლების განმავლობაში ერთად მუშაობდით სამხედრო სახელმწიფო ძალებში. გიორგი გამოირჩეოდა დიდი პროფესიონალიზმით, თავდაბლობით. ნებისმიერ დავალებას ასაც ღებულობდა, ასრულებდა პირნათლად. გავიხსენებ ბევრ ისეთ ღონისძიებას, რაც შეეხებოდა რესპუბლიკური მასშტაბებში გაწევების საკითხებში, გვეხმარებოდა ყოველთვის გვედგარ გვერდში. ამიტომ მხოლოდ სამხედრო სახელმწიფო ძალებით დიდი მადლობა მინდა მოუხადო ყველაფრისათვის, რაც კი გააკეთა. და ისევ სამხედრო სახელმწიფო ძალებით მოულოცავ დღევანდელ იუბილეის გული დასრულებით მინდა უსურვო წარმატებები ცხოვრებაში წინსვლა და თავი ჯანმრთელობა. ძალიან დიდი მადლობა ამ თბილი სიტყვებისთვის და ისევ ანსამბლს ხომ არ შეესაბამება ბატონო შალვა თემატურად ეხლა ბეჟან ხარაიშვილის ლექსი, რომ გიორგი ბეჟიტაშვილისთვის ხან თოვდა, ხანაც ავდარი იყო, ხან სირჭაც ჭამდა, ხანაც ცხელი ხაჭაპური წვებოდა. აი, მე მგონი თემატურად შეესაბამება. კი, ბატონო, გადავიღოთ ხო, გადაიღეთ რა. კი, მოდი. ვაცხადებ, სანამ ამზადებოდეთ ორში, წერალთა სახლში ვატარებთ ბეჟან ხარაიშვილის გახსენებას, წიგნის პრეზენტაციას 3 საათზე და ფოლკლორი იგი ვერ დაესწრება გარკვეული მიზეზის გამო და ანუ ეს სიმღერა იქ მჭირდება რომ ვაჩვენო და ვარა შალვას სიმღერები სხვა ზარიანდებია და თან უნდა ჩაიწეროთ. ანუ დღეს 2 საათი უნდა გავაკეთო საკუთარი ეცახნისე. ციცარი. ამდა. Forever
დარბაზს მიმართავ, ხომ არ არის საგავ სურვილი, რომ მოეფეროთ ბატონ გიორგის. სანამ წინადადებას იტყოდით, მანამ მაინც დარბაზს მიმართავ, ეგრე ვიღაცას აქვს გულიდან ამოსაფრქვევი ქსატელევიზიო. თქვენზე გადმოვალ მე ერთი წუთით მე ერთი ადამიანი მყავს მხედველობაში და იქითკენ თვალები მაქვს მიყრობილი, მაგრამ რატომღაც დუმს. მაშინ მეგეთქვით, აქ გრძელდება ძალიან დიდი ხატმწერი. რა დავარქვათ ბატონო სერგი? რა ქვია ამას? ჩუქურთმების მომჭედელი თუ რა? თავარი რო დიდოსტატიკია. იცნობ შალვა გერაძეს. ნუ არ ვიცი, მართლად რა ვარ ქართველები. ეს უნდა ნახო. მე აი ხელა ნიჭი ნამდვილად არ მაქვს შალვა გერაძეზე ვილაპარაკო. ისედაც რომ გამოხვიდეთ ბატონო შალვა ისტორია ჩემთვის. აშით მიეგებეთ ახლა ეს ხელა საჩუქრა და რამდენი მილიონებით ასეთი უნიკალური ხატები აქვს შექმნილი ბატონ შალვა გერაძეს და რომ მოგძანდა თავდამრობით დღეს და უყურე ისე ჩვეულებრივი ადამიანები ძის და usmens, ნუ მართლაც გავიმეორებ ამ სიტყვებს. დიდი ადამიანები თავდამრები არიან. მე ცნობისთვის გეტყვით, ეს არის ხატწერა და ხატჭედვა. ეს ოპიზარის სტილი არის, იწერება ეს ხეზე, ძველ სტილში, მე იჭედება პერანგი ცალკე და ეს ხატი იწერება, მარტო სახეები და ხელები ჩასმართალი, მაგრამ ხატი ჩვეულებრივ იწერება, როგორც ხატი გინახავთ, დაწერილი ხატი. მაგრამ ეს მოჭედილი და რასთავარეგე იკვება თვლებით. ზოგი ძვირფასი, ზოგი ნახევრად და აი ხატზე დავუშვათ 200-300 თვალებია, იმას ვუახილოთ ცოტა არის, სადღაც 500, 1000 და 1500 ასე შეგვიძლია. ეს თვალნახად ისე ვერ წარმოგვიდგენთ რა. მაგრამ მე დღეს საერთოდ არ მოველოდი ჯერ თუ არ მოხდებოდა ხალხური დასახურება და განსვიფრებული ვარ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი და ასეთი პროფესიული არ წამეკითხოს, მაგრამ თუ იქნება საშუალება რომ თქვენი ავტოგრაფით რომ გავეცნო, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ბრძოლის გმირები, საქართველოს იმდენი გმირი ყავს, რომ ჩვენ ასე ვთქვათ ვერ ჩამოვხდით. და მსოფლიო შეშურდება, რომ ასეთ პატარა ქვეყანას, მცირე ქვეყანას, რომ ამდენი გმირი ყავს. და ეს საჭირო ახალგაზრდობისთვის, იმიტომ რომ ადრე ადამიანები ჩვენთან უფრო განვითარებული ყავს საკითხზე, აინტერესებდათ ისტორია, ვინ არის, როგორია და დღეს ახალგაზრდობას სამწუხაროდ არ აინტერესებს. ეგადა ეს საქართველოს არ შეეფერება, ჩვენ ძლიერი ვართ და უნდა ვიცოდეთ ჩვენ იმდენი კარგი გმირი და ძლიერი გმირები ყავს მსოფლიო მასშტაბის, რომ ეს ახალგაზრდობა უნდა იცოდეს და მე გამოდერთისთვის დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონზე, რომ ასეთი დიდი ადამიანი და ჩემთვის ეს საინტერესოა, იმიტომ რომ მე როცა რაღაცას მარტო ხალხარიც ვარ და როცა ჭედავ ეს არ არის ადვილი საქმე, ძალაც უნდა გქონდეს და ებრძვი შენ თანამედროვე ხელოვნებას და რომელიც წარსულს ასოცირებს ასე ვთქვათ. და პატრიარქის სიტყვას მოვიშველებ, რომ ხანდახან მეტყვის, რომ აი რითი გააკეთე, როგორ გააკეთე, სახელდაგვარს არ ვაწერდი ხატზე. და პატრიარქმა ერთხელ უკრაინაში მიბრძანებოდა 2011 წელს მიაბრძანა ხატი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ეს კიევში ეს ამბრძანებული ხატი ღვთისმშობელი და რომ ელაპარაკე ჩემი და პატრიარქი რომ თავის დუბლით მისვეს და 5 წუთის მერე მეკითხება ხელნავად ვინ გააკეთეს და მე ვთქვა რომ დარჯერა ჩემი გაკეთებული. ნუ ხარ ჩემი გაკეთებული, ჩემი დაწერილია, ჩემი მოჭედილი. ვერე სადაწერიაო. ნუ ხარი ხალხი არ არის საჭირო აფიშირება, თუ ასე ვიცოდი ჩვენ რომ არა ეს ისეთი რაღაცა არის, რომ აუცილებლად უნდა დააწერო სახელი და გვარიცო, წელი, რომელი ხატია, რომელი ტაძრის და მთელი წინადადება მომწდა, ვაწერო შესაძლებელი გვარდა. ამიტომ ასეთი ადამიანები უნდა ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ჩვენ ერთმანეთს მივეხმაროთ. ბატონი ნუგზავის წინადადება არასდროს არ დამავიწყდება, მაგრამ მეც უნდა ვისარგებლო ეხლა შემთხვევით აქ გრძელდება ბატონი სულიკო სამხარაძე. მე ბატონო სერგი, ხალბატონო ლუარა,
თქვენთან მიზერებ ყოველთვის და ბატონო მოგზარ ასეთი წინადადება მე თვითონ შემომავს. უნდა დავაარსოთ აკადემიაში სიკეთის დიპლომი, რაღაც ამდაგვარი. აი ესეთი პიროვნება ზის უჩუმრად სულიკო სამხარაძე, რომელსაც გადავცემთ ეხლა ანთოლოგიას ქალბატონი ნელი მიართმევს გადააწყვეტე გადაწოდებით და გთხოვთ რომ აშით მიეგებოთ აი ესე ანთოლოგია ის ყველასაგან და წაიკითხოთ ქალბატონის სულიკოს ისტორია. გაუზდია სამხარაძე სოლომონს, რომელიც საქართველოს იცნობდა, ხარაძე ყავდა დედა, იმ ხარაძის კვიდრი ბიძაშვილი, რომელიც მოკლეს და ამ დროს მე მაინტერესებდა ამის ისტორია და თქვენ კარგად ჩვენი აკადემიის სტილი, რომ ჩვენ პატარა ბავშვებს ვაცნობთ ხალხთან ურთიერთობებს და ცნობილ ადამიანებთან ვაკეთებიებთ ინტერვიუებს. ეს სახელი დავიმკვიდრეთ და არასოდეს არ გვეუბნებიან უარს, თუნდაც დიდი აკადემიის პრეზიდენტი, როგორიც არის ოთარ კვესიდაძე, ანუ გიორგი კვესიდაძე, ეს ინტერვიუ უკვე ჩადებულია მეხუთე ტომში, ბატონი გიორგისთან ინტერვიუ, ყველას ინტერვიუები აქ თითქმის მეტი წელი აღარ ქალბატონი ნაირა ნიჟარაძე სიმხელა ისტორია გონებია და წავაწყდი ასეთ ისტორიას. თურმე ბატონ სულიკო სამხარაძე ისე ცნობდნენ სამხარაძეები, რომ სამხარაძე იყო და მათი კვიდრი ბიძაშვილი იყო. სინამდვილეში ასე არ არის. არის მოსული აკადემიაში და პატარა ჟურნალისტი უზის. აი ეს პატარა ჟურნალისტი ზის ნანა სხირტლაძე არეთი, რომელმაც ინტერვიუ გააკეთა და ეს არის ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, მიეფერეთ ასეთ ახალგაზრდებს ტაში. სულიკო სამხარაძესთან ინტერვიუ. და რა, მოკლედ ვიტყვი, სულიკო სამხარაძეს ვეკითხები, ვინ არის დედა თქვენი? არ ვიცი. ვინ არის მამა? არ ვიცი. სად გაიზარდე? მოყვა მახსოვს, ცხოვრობდით მიწურ, სადღაც დიდ სახლში. გაგდარჩეს, აღარაფერი არ დარჩა. მერე ეკითხება, ვინც გააკეთა ინტერვიუ. მერე დედამ და მამამ გადამიყვანეს ერთ-ერთ დიდარ ოჯახში. მერე მამა გარდაცვლია და დედა წასულა და დაკარგულა. ანუ დარჩნენ ხუთი ერთად. ორი ხუთი შიმშილით გარდაიცვალა. და გააშვილეს და მე ვეუბნები, მე ვარ ის და გიპოვე მეთქი. ანუ აი ესეთი სიტყვა ვაგზნობინე ბატონ. ამოუყარია და მატარებელში რო გაუშვიათ, ისე მშიოდაო, თხილს ვჭამდიო, თხილს ეხავდიო და მერე იპოვა აი იმ გიჯმა სოლომონ სამხარაძე, რომელმაც წამოიყვანა და შვილად გაზარდა და ბაყვა სამხარაძე. იცით თქვენი ნაკლია, რომელიც მისი ბიძაშვილია და ახლა გაიგო ჩემი ჟურნალით, რომ ის სამხარაძე კი არ არის, თვითონაც არ იცის რა გვარია და რო ჩაეწუდა ბაყვა ახლა უფრო შემიყვარდია. ეს პიროვნება გახლავთ, იცით რესტორანი ჭინჭილა, მისი დირექტორი, ძალიან ბევრი სიკეთის გამკეთებელი და ამ დროს 10,000 და 9,000 ისე წაუღიათ ვიღაცებს, რომ არა ასეთი ობიექტური შეფასება მიიღო ბატონი გიორგის ამ დიდებულმა შრომამ. დავით აღმაშენებლის სახელობის დიპლომი პრემია ეს არის უმაღლესი აღიარება. ეხლა ჩვენ გავაგრძელებთ ეს დიდი საქმე. შევდივართ წინადადებით, რა თქმა უნდა, პაზის აკადემიამ ხარდაჭერით, სრული ხარდაჭერით თქვენ გვერდით იქნება, რომ ეს დიდებული ნაშრომი წარმატგინოთ ოფიციალურად, სადაც ჯერ არის სამთავრობო პრემიაზე. მეორე თავად ავტორს ამ დიდებული უყდავი შრომის, ჩვენი მატიანის, ჩვენი სამხედრო ძალის ხმელის
დიდ პროპაგანდის ექსპერტს მიენიჭოს სამთავრობო ჯილდო. დაიწყოთ ღირსების ორდენით, თუ სხვა დიდი ორდენები არა. და ამას ოფიციალურად ჩვენ ვთხოვთ დღევანდელ აქტიურ ხელისუფლებას. ეშმარიტება ქართული საკერბარი თუ არ აქე, უქებარი დარჩებაო. ერთმან უხნას იდეება თქვენ. გიორგის მერე და მერე პოეტებს სულ გამოსვლა და ნამდვილად თავი. როგორ შრომალა Adon Gheorghi, exceptul, dai un gest. Exact, nu știu, că nu am luat. შემოგზანდა ეხლა ბატონი გიორგის მეგობარშვილი მიხეილ ლიპარტელიანი, რომელიც მიმღერებს ოასე დამაბარეს შვილო
გემოთორე მე შიმშილის გზნობა დაგეუქება და ჯობია გაჩერდება. მე მყავს მეგობარი დარიკო ონიანის სვანი ქალბატონი, რომელიც ეხლა ეს არ ახალია, იცით მე რომ ეს უბედურება შემდგა, მირეკავს და მეუბნება ერთად მუშაობდნენ სხვათა შორის ქალბატონი დარიკო ონიანი და ბატონი გიორგი და არ შეგეშინდეს მე შენ ობლებს გაგაზრდებინებო. იმ დღიდან დარიკო ონიანი საერთო ხელი, ფეხი, სულ ყველაფერი აბსოლუტურად და 3 წელიწადი უკვე ებრძოდა სიკვდილს. ელოდება მე დარიკო ონიანი არა ვარ, მე დედა იოანე ვარ. უწმინდესმა დედა მონათლა და ეს სიმღერაც მის და ფეხზე დადგა და მე თქვენ როგორც გამახარეთო, მე თქვენ ფეხზე დადგომით შევხვდებითო და აი რა არის უფალი. აი რა შეუძლია, მას შეუძლია ალბათ იქით წასული ადამიანის აქეთ მოტრიალებას და ყველაფერი იყოს მიწმული ჩემი მეგობარი დარიკოს ონიანის საპატისმრო დედა იოანეს საფურის დაცემლო და ეს მე დაწერე მე აკროსტიხით მასზე ლექსი და ანთოლოგიაში შევიტანე. ესეც მე გავაკეთე რაც შემიძლია. რას გავაკეთებ დარიკო ონიანის
საბადისაცემოთ ძალიან დიდი ქალბატონია. დღეს დედაობის ლოცვით მოვედი მე აქ და ხედავთ უფალი აი როგორი სიწყნარია სიმშვიდეა და როგორი სიმშვიდით და სიყვარულით დავამთავრებ ჩვენ მისი ლოცვა კურთხებით საღამოს. ერთი სიმღერა სვანელების სვანის აქ არის ჩემთან ზის არაჩვეულებრივი ლალი და რატიანის სვანი ქალბატონი არის ჯუმბე ლეჟავას აკადემიკოსი საქართველოს და საზღვარგარეთი დაპყრობილი აქვს და ხედავთ როგორ წყნარად ზის სვანური გულით ანთებული უნიჭიერესი პროფესორი და ესეც კიდე ახლა რაც შესრულდება დავესესწრები ჩემი სამეფოს და მე საბადოსაც
დიდი მადლობა სულ ყველას, ვინც ახახარ, ყველას და რა თქმა უნდა სიყვარს ვერ მოცემთ. ეს არის დავაკისრული. მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის, ასეთი დაფასებისათვის. უბრალოდ აღთქმანებული ვარ, სიტყვები არ ყოფნის. ბევრი ადამიანი წავიდა კიდევ რაღაც მიზეზების გამო ეჩქარებოდა, მაგრამ მე დღევანდელი დღე არასოდეს დამავიწყდება და მინდა ყველას უღმესი მადლობა გადაგიხადოთ და სულ სიკეთეში, ბედნიერებაში, წარმატებებში და ყველაფერს კარგს გისურვებთ. თქვენს ყველას დღევანდელი დღისთვის კიდევ ერთხელ მადლობას მოგიჩვით. ხო თავი არ გავიგეთ, პატარა რაღაც არის უბრალოდ თვითონ ჭიქით. დაილოცეთ. დასავლეთშიც არის მოსული. ან ეგეც იქნება. ხო, მრავალჟამიანობი დაახლოებით ეს დღე და ნანას არა, ამას გადავიდეთ.